რამდენიმე ხმის წინ მე გავაკეთე ვიდეო ძველი დინამიკების განახლების შესახებ და იმ ვიდეოსგან დიც არაფერს ველოდი, მაგრამ ის ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ვიფიქრე. მგონია რომ ხალხს შეიძლება მოუდეს რჩევებისების სხვა მოწყობილობების შესახებ, რომ ცხოვრება გაიმარტივონ და ალბათ ახალი სიცოცხლე შესძინონ ნივთებს, რომლებიც აღარ მუშაობს. ამიტომ თუ თქვენს ჩემსავით სახლში ბევრი პულტი გაქვთ და მათი რაოდენობა გაღიზიანებთ, ან იქნებ თქვენც ვალობთ და ერთსა და იმავე ღილაკს ისევ და ისევ აჭერთ. ცდილობთ ნახოთ, შეძლებთ თუ არა კიდევ ერთი წვეთი ენერგიის გამოწურვას ბატარეიდან, ან იქნებ საერთოდ აღარ მუშაობს. დღეს მე ამას გაჩვენებ. დიახ, ეს არის პუნქტის მართვის მოწყობილობა, უბრალოდ უნივერსალური, რომელიც თქვენს თითის წვერზე ეტევა. სალამი, ინჟინერია დეტალურად. წარმოიდგინე შემდეგი სცენარი. დღეს გვაქვს ელექტრონული მოწყობილობები, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელი აქვთ. პულტი უკვე ისე კარგად აღარ მუშაობს, როგორც მაშინ, როცა მოწყობილობა ახალი იყო და გიწევს ინტერნეტში ძებნა ისეთი პულტის, რომელიც იმუშავებს. ეს შეიძლება იყოს ტელევიზორი, კონდიციონერი ან ძველი რადიო, რომელიც სახლში მოსმენას გიყვარს. ჩემს შემთხვევაში ძალიან კონკრეტული რაღაცის მართვა მჭირდებოდა და ამ პატარა მოწყობილობამ აქ დამეხმარა. და შემდეგ უფრო საინტერესო გამოყენებები გამოუჩნდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მივხვდი, რომ ვიდეოების მარტო ჩაწერა სულ უფრო რთული ხდებოდა. ვინც არიცით, სალამ ჩემი ძმა სხვა ქვეყანაში გადავიდოდა, ის იყო კამერის უკან, მეხმარებოდა გადაღებებში და პირიქით, როცა ის იღებდა, მე ვიდექი კამერის უკან. მაგრამ როცა ყველაფერი მარტო უნდა გამეკეთებინა, საქმეები ცოტა უფრო გართულდა. არ ვიცი თუ იცით, მაგრამ ეს რთულია. როცა ცდილობ კამერის ვილაკს დააჭირო, გარბი ხარ კადრში და როცა ბოლოს და ბოლოს იწყებ გადაღებას, ხვდები რომ კადრი გადახრილია და ფოკუსში არ არის. ან იმ გამომეტყველებით, ნეტავ ეხლა გამოვა. ამ ციკლში ვიყავი გაჭედილი და რაც უფრო ვცდიმობდი პროცესის დაჩქარებას, მით უფრო მეტ დროს კარგავდი. მაშინ ვიფიქრე, არსებობს რაიმე მარტივი გზა, რომ კამერა დისტანციურად ვაკონტროლო ძვირადღირებული აპარატურის გარეშე. ინტერნეტში ძიებისას დავინახე, რომ კამერას, რომელიც ახლა მიღებს, თავისი პულტი აქვს. და წარმოიდგინე, აქ ბრაზილიაში მისი ფასი ჩემი თირკმლის ნაწილს უტოლდება, პლუს გადასახადები. მაგრამ როცა ინტერნეტში უფრო ღრმად ვეძებდი, ამ პატარა მოწყობილობას მივაგენი. ეს არის უნივერსალური USB-C პულტი. თეორიულად ის მხოლოდ კამერის ფოკუსის და ჩაწერის კონტროლისთვის უნდა გამოდგეს. მაგრამ პრაქტიკაში წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად სასარგებლო რამ აღმოვაჩინე ამით. როცა მოწყობილობა ჩამოვიდა, ჩემი მოლოდინი მხოლოდ ის იყო, რომ შემემოწმებინა, მუშაობდა თუ არა როგორც კამერის დისტანციური პულტი. მან თავისი დანაპირები შეასრულა და იდეალურად იმუშავა. ის მოდის ასეთ საკითხზე, სადაც მას თქვენს ტელეფონს უერთებთ, იწერთ სპეციალურ აპლიკაციას და მხოლოდ არჩევაა საჭირო. ასობით კი არა, სინამდვილეში ათასობით ბრენდი და მოწყობილობაა, რომელსაც ის აკონტროლებს. სწორედ აქ ვიპოვე ჩემი კამერის პუნქტი აპლიკაციაში და მორჩა. დღეს ჩაწერას ვიწყებ და ვგსკვეთ ერთი დაჭევით ჩემს ტელეფონზე. ბოლოს და ბოლოს შევძელი ჩაწერა ისე, რომ აღარ მიწევს აქეთ-იქით სირბილი. და სანამ ითქვით, რომ ეს კიდევ ერთი რეკლამური ვიდეოა და მე სპონსორობას ვიღებ, უკვე გეუბნებით, რომ არა, ეს ვიდეო სპონსორირებული არ არის. არც კი ვიცი ამის ბრენდი, რადგან 5 გადავაგდე და მხოლოდ ის ბული მაქვს, სადაც ვიყიდე. მაგრამ როგორც ნებისმიერ კარგ საინჟინრო ისტორიაში, ყველაზე საინტერესო ნაწილი არასდროს არის ის, რასაც ელოდები, არამედ ის, რასაც გზაში აღმოაჩენ. მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ეს პულტი მხოლოდ ჩემი კამერის დისტანციური მართვისთვის არ გამოდგებოდა, არამედ როგორც უნივერსალური დისტანციური პულტი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სინამდვილეში ის ინფრაწითელი სიგნალის განცემია, იგივე ტიპის სიგნალი, რომელსაც ბევრი ძველი პულტი დღესაც იყენებს. ამან მაშინვე გამიჩინა კითხვა. რა ტიპის მოწყობილობების მართვას შევძლებდი ამ პულტი? მხოლოდ რამდენიმე წამი დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისაღებში ძველი ტელევიზორი, ის რომელიც ყოველთვის დაახლოებით 4 წამს აგვიანებდა ორიგინალ პულტზე რეაგირებას, მას შემდეგ რაც ჩართვის ღილაკს ძვიერად დავაწექი, ტელევიზორმა მხისიერად შეასრულა ჩემი ტელეფონის ბრძანება. კონდიციონერიც, რომლის პულტიც ხანდახან აქ სტუდიაში იკარგება, ასევე მარტივად იმართება ტელეფონით. მაშინ მივხვდი, თუ ტელევიზორი და კონდიციონერი ასე იმართება, კიდევ რა შემეძლება ვაკონტროლო ამ პატარა მოწყობილობით. აქ ჩემი და შენი ტელეფონი პრაქტიკულად ყველაფრის უნივერსალურ პულტად იქცევა. ტელევიზორები, აუდიო სისტემები, კონდიციონერები, პროექტორები, ჭერის ვენტილატორები, რობოტები, მტვერსასრუტები და თუნდაც ჩემი უბრალო ჩამწერი კამერა.
და ამან ახალი კარი გამიხსნა კიდევ ერთი სიტუაციისთვის, რომელსაც თვეების განმავლობაში ვებრძოდი. ჩუმი, მაგრამ ძალიან ცივი ბრძოლა. ოფისში კონდიციონერის ომი. იცი ის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში სქელი სვიტერით მოდის. და სვიტერის გახდა რომ არ უნდოდეს, პირდაპირ მიდის კონდიციონერთან და აყენებს ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე. აი ესეთი ტიპის ადამიანია. ისე თითქოს კონდიციონერი სინამდვილეში ხორცის შესანახად იყოს როგორც მაცივარი და არა ადამიანებთან ერთად სასიამოვნო ტემპერატურაზე ყოფლისთვის. და მე ზუსტად იქ ვიჯექი კონდიციონერის ქვეშ. და სანამ ზოგი თავს კომფორტულად გზნობდა, მე მთელი დღე ყბა მიცახცახებდა სიცივისგან. კითხვა, რომელსაც ყოველთვის სვამდი იყო, რატომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 16 გრადუსი სამუშაოდ მისაღები ტემპერატურაა. მე ერთ დღეს თითქმის როგორც ეპიფანია გამახსენდა, რომ ჩემი მობილური ახლა უნივერსალური პულტი იყო. ავიღე ჩემი უნივერსალური USB-C ბრელოგი. გავხსენი აპლიკაცია, ფარულად მივმართე კონდიციონერს და დავაჭირე ღილაკს. ჯადოსნურად. ხალხი ვერ ხვდებოდა, როგორ შეიცვალა კონდიციონერის ტემპერატურა საოცარი 16 გრადუსიდან 22 გრადუსამდე. ბოლოს და ბოლოს შევძელი მუშაობა ისე, რომ აღარ ვიყინებოდი და რაც მთავარია, არავინ იცოდა, ვინ არეგულირებდა ტემპერატურას. უბრალოდ ჩუმად უყურებდი, სანამ პოლარული კლიმატის დამცველები კითხულობდნენ. ნეტავ კონდიციონერი გაფუჭებულია, მაგრამ კითხვა, რომელიც მართლა თავში მიტრიალებდა იყო, როგორ შეიძლება რომ ასეთი პატარა რამ ამდენ პრობლემას ერთდროულად აგვარებდეს? და რაც უფრო ვიქვლევდი ამ მოწყობილობას, მით უფრო მეტ გამოყენებას პოულობდი. ის ჩემი მოკავშირე გახდა სტუდიაში, ოფისში, მისაღებში და თუნდაც მოგზაურობისას, სასტუმროებში. მაგალითად, თუ ოდესმე შეხვედრიათ ტელევიზორი, რომელიც როგორც ჩანს Wi-Fi-ის გამოგონებამდეა დამზადებული, ან კონდიციონერი, რომლის პულტი ალბათ წლების წინ დაისვენა, რომ ნახოთ, რამდენად ბევრი დანიშნულება აქვს ამ მინი უნივერსალურ USB-C პულტს. თუნდაც ბავშვურად მოქცევა მოგინდეთ, სავაჭრო ცენტრში შეხვიდეთ და უბრალოდ მაღაზიების ტელევიზორები გამოვთოთ, რა ცუდია, არა, იგორ? ხო, ამით მე აღარაფერი მჭირდებოდა, რადგან ჩემი ტელეფონი ყველაფერს აკეთებდა. და ეს ყველაფერი პულტში, ელემენტების გარეშე. პატარა დეტალია, მაგრამ მნიშვნელობა აქვს. როცა უკვე უთვალავი საათი დაგიკარგავს უცნაურ უჯრებში ელემენტების ძებნაში. რა თქმა უნდა, ამან დამაფიქრა, რატომ ვაფასებთ ასე ნაკლებად პატარა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. ხშირად იმდენად ვართ აკავებულები რთული ინსტრუმენტების ძებნით, რომ გვავითხდება უკვე ხელმისაწვდომი მარტივი გადაწყვეტილებების დანახვა. ჩემ შემთხვევაში ეს დაიწყო ვიდეოების უფრო პრაქტიკულად ჩაწევის საჭიროებით. მე ვეძებდი კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტას და ვიპოვე ინსტრუმენტი, რომელმაც რამდენიმე პრობლემა ერთდროულად გადაჭრა. და გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი ამ კონტროლერის ბრენდი, რადგან მასზე არანაირი სიმბოლო არ არის და ყუთი გადავაგდე. თუ გინდა, შეგიძლიათ თავადაც დაათვალიერო და ჩემი რჩევაა, რომ ამ კონტროლერს აქვს როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მხარდაჭერა. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე USB-C-ია, რაც მუშაობს Android-ზე, არ მუშაობს iPhone-ზე და პირიქით. როცა ამ კონტროლერის გამოყენება დავიწყე, ოფისის კონდიციონერის სამართავად, მეგონა ეს უბრალოდ სასაგრებლო ხუმრობა იქნებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გარემო უფრო კომფორტული გახდა ყველასთვის, არა მხოლოდ ჩემთვის. საინტერესოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ასეთი მარტივი მოწყობილობა შეძლებს ბალანსის დაცვას, თუნდაც კლიმატში, პირდაპირ მნიშვნელობით. საბოლოო ჯამში, ამ პატარა უნივერსალურმა პულტმა შეცვალა არა მხოლოდ ის თუ როგორ წერ ვიდეოებს, არამედ ისიც თუ როგორ ურთიერთობ ტექნოლოგიასთან კოლოდრიულ ცხოვრებაში. რადგან ის მოდის, როგორც პატარა გასაღების საკიდი, ყველგან თან დამოქვს და არ არის შემთხვევითი, რომ ჩემი სახლის გასაღებთან ერთად მაქვს. მან მაჩვენა, რომ ჭკვიანი გადაწყვეტილებები შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლითაც ამ ვიდეოს დავასრულებ, სწორედ ეს არის. ჩვენ ცხოვრებაში რამდენ სფეროში ვითანჯებით პრობლემებით, რომლებიც შეიძლება ასე მარტივად მოგვარდეს, როგორც ეს აქ. თუ შენს გადახდენია მსგავსი რამ, იქნება ეს გადაღებებზე თუ გაკინულ ოფისში, მომიღევი კომენტარებში. ვინ იცის, იქნებ შენი ისტორია შემდეგი ვიდეოს თემად იქცეს. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. მართლა, ეს ჩემი პირადი რეკომენდაცია, ნამდვილად ღირს რომ გქონდეს. შენ უკვე გააქვს უნივერსალური პულტი სახლში? უკვე გააქვს თუ ოდესმე გიფიქრია პულტზე, რომელიც თითის წვერზე გეტევა? დაკომენტარე, აქ ქვემოთ. რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე? და გინდათ თუ არა მეტი ესეთი ვიდეო ნახოთ ამ არხზე? აქ გვერდით ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანია. ერთ-ერთი მათგანი არის ვიდეო, სადაც მე გიჩვენეთ Bluetooth მიმღები, რომელიც ახალ სიცოცხლეს შეძენს შენ ძველ აუდიო სისტემას. თუ არ გინახავს ნამდვილად ღირს ყურება.
თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.